სტრესი, ნევროზი, დეპრესია. ალბათ ყოველ მესამე ადამიანს ამ სამიდან რაღაცა მაინც გვაწუხებს. რატო ასე მომრავლებული ეს ყველაფერი და ზოგადად გაახალგაზრდავებული რატომ არის? იმიტომ რომ ჩემი მშობლებისგან სმენია, რომ აი ჩვენ დროს ასეთი სიტუაცია არ იყო. როგორც ახლანდელ თაობებში, პატარა თაობაში. თქვენ გონიათ მშობლების პერიოდში ფსიქიატრები უმუშევრები იყვნენ? მაშინაც იყვნენ, დღესაც არიან და ხვალაც იქნებიან. ანუ სტრესი, დეპრესია ეს არის ის მომენტი, რომელიც ადამიანს აუცილებლად უნდა კონდეს. სტრესი აძლიერებს ადამიანს. დეპრესია აძლევს გამოსავლის პოვნის საშუალებას. მაგრამ ნახეთ, თქვენ მეკითხებით დეპრესიას როგორც ავადმყოფობაზე, თუ მდგომარეობაზე. სტრესზე როგორც ავადმყოფობაზე, თუ როგორც მდგომარეობაზე. ავადმყოფობა არის აბსოლუტურად სხვა. თორე სტრესის გარეშე მე ხო არ გავძლიერდები. დეპრესიის გარეშე ხო არ გამოჩნდება ნათელი. ამიტომ დეპრესია მდგომარეობა ეს არის ხანმოკლე სიტუაციური, ცხოვრებისეული. სულ ერთ ხასიათზე ხო არ ვიქნებით. ასევე სტრესი უნდა მეტკინოს, რომ მე სიამოვნოს. მაგრამ ეს ტკივილი არ უნდა იყოს ისეთი, რომ გადავიდეს ავადმყოფურ ცნებაში. აი უბრალოდ ავიღოთ ერთ-ერთი მომენტი, ხო თქვენი მარჯვენა ხელი არის ამჟამად ეს კამერა, რომელსაც თქვენ იღებთ, ხო? კამერას მოყვება თავისი ელემენტი. ელემენტი რო დაждდეს, სტრესულ მდგომარეობაში ხართ, იმიტომ ჩაწერას ვერ ახერხებთ. და უცებ ტვინი იწყებს ფიქს, რა გავაკეთო, რა გამოსავალი ვნახო და რაღაცას მოიფიქრებთ. ანუ სტრესმა წინ აქცია.